ერთი ვიდეო ნახე TikTok-ზე, სადაც ერთი გოგო საუბრობს იმაზე, როგორ უნდა გაარჩიო ადამიანის ეკონომიკური კლასი იმის მიხედვით, რა უდევს თეფშსა და რას მიირთმევს. მოკლედ, ღარიბების კლასი მიირთმევს ბევრს, იმიტომ რომ მისი მთავარი ინსტინქტია უკვე რომ საჭმელი რომ მიიღოს, იმიტომ რომ შესაძლოა ყოველდღიურ ნაბიჯზე ახალი საკვების მოპოვება ვერ მოახერხოს. Middle class-ი, ანუ საშუალო კლასი, მას საჭმლის ანაკისი არ აქვს, შესაბამისად, ბევრი საჭმლის კვებაზე არ არის ორიენტირებული და ის მიირთმევს უფრო გემოს მიხედვით არჩევს, რომ რაც შეიძლება მეტი გემრიელი საკვები მიიღოს და გემოებზე უფრო კონცენტრირებული, ხოლო მაღალი კლასის შემთხვევაში მათთვისაც უკვე ყველა საჭმელი გემრიელია, რასაც უმზადებენ და რასაც მიირთმევს და ამიტომ მისთვის მთავარია უკვე როგორ ხდება მისთვის საჭმლის წარდგენა, ანუ რეპრეზენტირება და ასე შემდეგ. ხო, და ამაზე გამახსენდა ერთი ფილმი, მენიუ ესე ქვია, ახალი ფილმია და საკმაოდ კასტიც ძალიან საინტერესო აქვს, სადაც ერთ-ერთი მთავარი ესეთი ბუჟი შეფი მოიწოს ამ რაღაცა ძალიან ყველაზე მდიდარი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებში მოდიან და ყველაზე ძვირიან საკვებს უკვე თავის რაღაც წარდგენით და ცეცხლებით და რაღაცებით და ამოხოცავს ყველას. იმიტომ რომ ანუ რეალურად საჭმლის დანიშნულება არის ის, რომ უბრალოდ არ მოკვდე და გადარჩე და არა ის, რომ რაღაც სისულელებზე კონცენტრირდე და განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ საკვების უკმარისობით იღუპება.